მილანში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე არა მხოლოდ პავილიონები, არამედ მომავლის გასტრონომიისათვის მიზნული კვარტალები იყო გაშლილი. მას ასეც ეწოდება Future Food District. ნაწილობრივ სუპერმარკეტი, ადგილ-ადგილ სარეკლამო სააგენტო და კიდევ საინფორმაციო პანელები. პავილიონის შემქმნელები მსხვილი იტალიური ნაციონალური რიტეილერი და მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტია. აქ პროდუქტისა და საკვების შესახებ ყველაფრის გაგება შეიძლება. ამა თუ იმ კერძის რეცეპტიდან დაწყებული ნახშირორჟანგის რაოდენობამდე, რომელიც ხილის, ბოსნეულისა და შინაური ცხოველის დამუშავების დროს გამოიკვეთა. მე მგონია რომ ჩვენი იდეა მოეწონათ. ხალხს ყოველდღიური ცხოვრება აინტერესებს. ჩვენ კი მათ საშუალებას ვაძლევთ ბევრი რამ გაიგონ იმაზე, რაც მათ გარშემოა. აქ რა თქმა უნდა წარმოდგენილია არა მხოლოდ ის ნიმუშები, რაც უკვე გამოიყენება ჩვენს ნამუშევრებში, არამედ ისინიც, რაც მომავალში წარმოებაში უნდა დაინერგოს. ამას გარდა ექსპოზიციის ეს ნაწილი საშუალებას გვაძლევს იდეები გავსვათ. ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა ითვლება ადრე უნიშნელო დეტალად. ასე ვთქვათ, ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ყველას, სტუმარსაც და სოციუმსაც. დასკვნები თავად გააკეთონ. მომავალში სუპერმარკეტის იმ სფეროებს, სადაც ერთფეროვანი შრომა და ერთი და იგივე მოძრაობა მოითხოვება, რობოტების შეცვლია. ისინი მოაწესრიგებენ საქონლის დახორისხებას და აწონვას. ისინი ასევე საქონლის გადაზიდვასაც უზრუნველყოფენ. დღეს სუპერმარკეტში სიარული მილის სკანერების გამოყენების ცოდნაა, რათა საქონლის შტრიხ-კოდები წავიკითხოთ და ასევე სმარტფონების, რათა ნაყიდი საქონლისთვის ანგარიში გავასწოროთ. ხვალ კი მაღალი ტექნოლოგიების მიღწევების შედეგად შესაძლოა მეტიც მივიღოთ.